აჭარაში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. სოფელ კინტრისში ახალი ენერგოობიექტის საძირკველში კაფსულის ჩადებას ენერგეტიკის მინისტრი თავად დაესწრო. ახალი თბოელექტროსადგური 6 მეგავატიანი სიმძლავრის იქნება და რეგიონის ენერგომომარაგების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ესტონურმა კომპანიამ 10 მილიონის ინვესტიცია ჩაიგდო. დაიწყო მშენებლობა კინტრის შახესის 6 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდება. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დარგის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე საინტერესოა ის, რომ კომპანია, რომელიც ამ ინვესტიციას ანხორციელებს, ესტონური კომპანია, დაინტერესებულია უკვე სხვა ახალი ჰიდროელექტროსადგურების პროექტებით, დაახლოებით 100 მეგავატის სიმძლავრის და ეს კიდევ დამატებით რამოდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია იქნება სამომავლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე მიმართულება შეიძლება გამოხოთ. ერთი რომ 10 მილიონი ამერიკული დოლარი ხარჯება რეგიონში, რაც გამოიწვევს ასევე დასაქმებას, გაზდას, ადგილობრივების, ვიცი რომ ამ ეტაპზე 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული, ჯამში 17 მუშაობს, მშენებლობის პროცესში დასაქმდება კიდევ რამდენჯერმე მეტი